გადი ხარ დედა უკვე. ხო, დე უნდა გავიქცე, ანა მელოდება კაფეში. უი, აკოცე ჩვენგან. აუცილებლად ვაკოცებ, მალე მოვადე. კაი დედა. ეხლა შენ არცად არ გეჩქარება. წამო რა ვივახშმოთ და თან გეჭორავები რაღაცეებს. მარტო მეზორება რა. მე ხო შენ ჭარებო, კაი ხო. ნიკა, ჩვენთან მოდიხარ? ხო, დედაჩს მოვაკითხე. როგორ ხარ? კარგად, შენ? გადასარევად გამოიყურებ. შენ რო არ იყო ვინმე ტყოდა ამდენ კომპლიმენტს. აი. მე უნდა გავიდე, მეგობარი მელოდება, ბოდიში რა. კაცი დაგირეკა. კარგად. უბრალოდ რო დადგარა შენ კოქტეილსვა და მიგე წყალი უნდა დავნია. გინდა რომ ცოდნოდა რომ მოგინდებოდა, არ შევუკვეთავდი. არა, შენ ხო არ სულ საერთოდ მაგიტო გამიკვედი. არა, უბრალოდ ეხლა რო არ დავლიო ცოტა და რო არ მოვდუნდე, გადავირევი. მოხდა კიდე რამე? არა, არაფერი. რაც ხდება არ არის საკმარისი? არ ვიცი. აი, აღარ გვინდა ჩემზე ლაპარაკი რა. შენ მითხარი რა შვები როგორ ხარ? ფიზიკურად კარგად. და ისე ძალიან ცუდად. არ ვიცი რა, ისიც ეშნელი აზრები მომდის ხოლმე თავში ხანდახან რა. რა აზრები, ნუ მაგიჟებ. არა, ეგეთი ცუდი არაფერი, უბრალოდ ხანდახან მგონია რომ არასწორ დროს ვარ ორსულად. ეს რომ მანამდე მცოდნოდა ალბათ რაღაცნაირად თავიდან ავირიდებ. როგორ უნდა გცოდნოდა, ამდენი წელი ცდილობდი და. ხო და ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ყველაფერი აირია. არ და მართლა მინდოდა აქედან წასვლით, ვფიქრობდი რომ ცოტა ხანი წავუცხოეთში თქო. სხვაგან ვიცხოვრებ. რაცა ახლიდან მინდოდა ცხოვრების დაწყება. ახლაც შეგიძლია დაიწყო. ბავშვი ყველაფერს დაალაგებს. კი, თუ გავიგებ ვინ არის მამა. არ ვიცი რა, დედაჩემს რო კითხო სულ ერთია. თავარია გიორგის თანხად დავჩე. თუ მინდა რომ ბავშვს ჰქონდეს მშვიდი და სასიამოვნო გარემო. დედა შენის გაგებაც შეიძლება. ხო და მეც მესმოდა და ვეთანხმები რაღაცეებში, მაგრამ იცრები გააკეთა? რა? ანუ ერესას ხო დაადგა მაშინ თავზე და მე დედამისი გამოგეკა საიდანღაც და დედამის უთხრა რომ შენი შვილი ჩემშვილს ცხოვრებას უნგროს და თავი დაანებოსო. დედამისა? და კერესამ რავეს რო გაიგო. ეს კიდე ცალკე ისტორია. ეს შენი ფეხებზე მკიდია და უპასუხისმგებლო კერესა უცებ გადაირია და ჯერ არ დაბადებულ ბავშვს ისე ლაპარაკობს, გეგონება ამაზე კარგი მის ცხოვრებაში არაფერი არ მომხდარა. რაო, მინდაო შვილია? მინდაო კერე გაგიშებულია. და გიორგი, რომელიც სახლში არ მინახავს თვალით და ფაქტობრივად არც ვლაპარაკობთ ხოლმე, ხო ტუალეტშიც მომყვება. აი, მე შენ ხო და რა უნდა ვქნა? ის კერე ძალიან მეშინია, რომ კერესამ გიორგის არ უთხრას რამე. აი ძალიან. ცრა ამ სიტუაციაში ალბათ ყველაზე სწორი გზა ის არის, რომ სასწრაფოდ გაიკეთო დნმ-ის ანალიზი. ხო, მაგრამ პატარაა ჯერ. თორე ისე ყველაფერი მაგავე გარბავი. ოცი ცუდი იცი რა არის? ასოქს მეშინია. იცი რა არის ყველაზე ცუდი? გაურკვევლობა. დამიჯერე. ვიცი ხო? მართალი ხარ. რაც აგვიანებს ჩვენი გოგო რა? არა, წუთი-წუთზე მოვა. დამირეკამ დღალმა გასული რო ვიყავი, გამოვდივართ რა. აუ როგორ ნერვიულობდა და კატოს მოეწონებაო ჩემი საჩუქარიო. ან კატოს მეგობრებსო მე თუ მოვეწონებიო. ჩურჩუტია რა ებზე დადებს. მოვიდა ჩემი სიცოცხლე. რაც ჩამოხვედით მართლა ძალიან გახალისებულია რა. მართლა ხო? ნეტა უკვე რაღაც დრო გასული იყოს და გაკეთებული ქონდეს ოპერაცია, ისე ნერვიულობ. აი ნერვიულობ რა. აი ხო იცი რომ ყველაფერი ძალიან კარგად შეიმის რა. შენ რო არ მყავდე. რა ისქია მე რო არ მყავდე. ისე მოუხენია ჩვენ გოგოს. მართლა დე? ძალიან მაგარი იყო. მალკო მოეწონა საჩუქარი? კი, მაგრამ მე უფრო მომეწონა კატოს საჩუქარი. რა კატო საჩუქარი? ნახეთ კატო მამაჩუქა ბოლო მოდელია. ბებო, რატო გაჩუქა? იმიტომ რომ კატო არის ძალიან კეთილი და კარგი გოგო.
გასაგებია რომ კატო ძალიან კარგი და კეთილი გოგოა, მაგრამ ასეთი საჩუქრის ბავშვისგან მიღება მე არ მგონია სწორი. რატო? რა მოხდა? მომიკო დედა მართალია რა კატო ძალიან კეთილი გოგოა მართლა მაგრამ მას ამ ყველაფერს მშობლები ყიდულობენ აი დიდი გოგო რო გაიზრდება ხო აი რაც უნდა ის გაჩუქოს მაგრამ აი ხლა უნდა დაუბრუნოთ ეს რა კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვისი ფულით ანაყიდი? კატოსია და კატო მიმაჩუქა. ბებო დაბადების დღიდან საჩუქრის წამოღება არ შეიძლება ბებო თან ასეთი ძვირიანის შენ სამოთხარეს არ ხო? დე. მომეცი ახლა ეგ პლანშეტი მე და მამა დაუბრუნებთ კატოს. კარგი რა წესია? არა, ავკამათობთ. მომეცი და შემდეგში უფრო დაფიქრდი, უკვე დიდი გოგო ხარ. დაჯეგი რა, იცოდეს რომ არასწორად მოიქცა. კარგით რა პატარა ჯერ მოეწონა და თან აჩუქეს კაი რა მოხდა გასაგებია დედა რომ პატარაა, მაგრამ ჩვენ ხო დიდები ვართ, ხო უნდა ავუხსნათ რა არის სწორი და რა არა. ხო მართალი ხო წამომყვები შენ დაუბრუნოთ, თორე ამაღამ ვერ დავიცი. აბა რას ვიზა რა დაუცემ რა მის და დე. ძალიან არ მოეფერო რა, იცოდეს რომ არასწორად მოიქცა. ძალიან გამიჭირდება მაგრამ შევეცდები თავ შევიკავებ ისე მერიტება. კარგი და მარიამ რა პატარაა ჯერ ეს ერთი და მე კიდე რაც მე მაგის ასაკში სისტულეები მაქვს ნაკეთები შენ არ მჯერა. აუ დააგაგმე რა და მე რო ეძინოთ. კი გამომაქარნე და საღამოშიდობის შევაგზავნდით. არა დიდი მადლობა, სულ 2 წუთით ვართ და წავალთ. ელენეს დარჩა რამე? არა ისიც კი არ დარჩა პირიქით ზედმეტიც წამოიღო კატოს უჩუქებია აი სულელია მართლა წამოიღო. ჩვენ კი ვუსაყვედურეთ, მაგრამ მაინც ძალიან მერიტება. კაი, რატო უსაყვედური? ან უხერხულოთ რატო ხარ? რა ვიცი აი ესეთი ძვირფასი საჩუქარი ბავშვისგან კარგით რა, ჩვენ ისე გვიყვარს ელენე, კატოს ისე უყვარს, რომ შეძლოს მთელ სახს აჩუქებს. ელენესაც ძალიან უყვარს კატო, მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობით უნდა ისარგებლოს. არა, არ უსარგებლია, კატო მართლა მთელი გულით აჩუქა. ეჭვიც არ მეპარება ნამდვილად ხო და აბა რა პრობლემაა? კატოს აქ ესეთი 2 ცალი, დღეს ნათლია მის მამამ მოუტანა მესამე, ხო და რა თუნდა ბავშვს 3 პლანშეტი. ადგა და თავის საუკეთესო მეგობარს აჩუქა. სხვა შორის მანამდე მე მკითხა მართლა და ძალიან გამიხარდა ესე რო გადაწყვიტა. შემოდით რა ძალიან გთხოვთ. უგემრიელესი პანაკოტა მაქვს და დავლიოთ ერთი უჭიქა კოქტეილი. არა, მართლა გამომართვი და წავალ. არა, მარიამ, ძალიან გთხოვ ხარ რა, წაუღე ეს ელენეს და უთხარი რომ მე და კატო ვჩუქნით. მართლა არაჩვეულებრივი შვილი ყავთ, მართლა. გორმესი ნადობა მაგრამ მაგრამ, არავითარი მაგრამ. აი რა გითხრათ არ ვიცი მართლა რა აი უღრმესი მადლობა რა რა გამოვიდა ახლა? არაფერი არ გამოვიდა ფანტასტიკური საღამო, რომელიც ჩვენ შვილებს კიდე ბევრი ექნებათ და ძალიან მიხარია. მე შემოსულიყავი. არა, წავალთ და უკაცრავად რომ ესე შემოგეჭერეთ. კარგი რა უკაცრავად შემოსულიყავით რა. მარიამ, დედა როგორ არის? კარგად, თქვენი წყალობით ყველაფერი კარგად მიდის. და კარგად. იმედი მაქვს. კარგი წავალთ. კარგად იყავი, კარგად. ნიკა შენ ხარ დედა? მე ხავ ფიქრობდი. ნეტა სანამ ცხელია მოვიდეს თქო. სიდეთრს ეყარები. ნიკა. უი, შენ ხარ? მე ხმას რატო არიღებ? რა ვიცი კაცო იმდენი ხანია ესე თბილად არავის შემხედრია ოჯახში ვიფიქრე ცოტას გავიტრუნები შევიფერებ მეთქი გაჩერდი ახლა შენ დედა ჩემისგან სიყვარული ნამდვილად არ გაქვს. მე ვინ რას ამბობს რა ღმერთმა აცხონოთ ჩემი სიდეთის სიმამრი ორივე ნეტა ჩემ ნიკუშას როგორი სიდეთრ სიმამრი შეხვდება. რა გაცინებს? ერთი რამე დაუწუნონ. რა ჭირს ჩემ შულს დასაწუნი? რა პერი შენზე მეცინება საკუთარ თავს რო ეჩხუბები
ისეთი საყვარელი ხარ მაგ დროს. და რა ვქნა? რა, ნიკუშას მომავალ სინდათრის იმამზე ნერვიულობ კაცო. ხო, მალხაზ ნერვიულობ, ვინ შეხვდება რა ოჯახში გაზრდილი. კარგი რა, ჭკვიანი ბიჭია მიხედავს თავის თავს რა. ისე მე მგონი ვიღაც გამოჩნდა უკვე. რაიკო გითხრა რამე? რა უნდა ეთქვა რა? ახალგაზრდა არ ყოფილვარ თუ შეყვარებული. სხვა შორის მე შევამჩნია ამ ბოლო ის გამოწყეპილი დადეს. გამოწყეპილი არ ვიცი, მაგრამ ამ ორი დღის წინ ვიღაცამ დაურეკა. მისი სახე უნდა კენახა. აი როგორც ბადრი მთქვა რა ეგეთი გახდა. ბიჭო, მე არ მოусმინე, სახელს მაინც გავიგებ. რას ამბობ? ხო, კაი, ხა ისევ თქვი თორე შენ გვინდა მე მოусმენდი. ნეტა ვინ არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარაა რომ ახალი ამბავია. შენ როგორ ფიქრობ, თანამშრომელია? მე რა ვიცი. არ ვიცი, მე ექიმი რძალი არ მინდა. უი. შენ არ იყავი დედაჩემს, მთელი ცხოვრება რო აყვედრიდი, ექიმი რძალი შემოვედი ოჯახშიო. ეხლა შენ ამბობ მაგას? ექიმ ქალს არცალია ოჯახისთვის, მიყრილი ყავს ქმარშვილი. აი ხედავთ, ქალბატონო, ნუნუ ექიმო. რა დღეში ვიყოფილვარ მთელი ცხოვრება მე და ნიკუში. ეხლა იცი რას გეტყვი? გააჩუმე ენა. მე საავადმყოფოდან წამოვედი თქვენი გულისთვის ერთი დღე არ მიმიტოვები. კარგი, ხუმრო რა მოგივიდა? ისე შენერები სადღა არიან ხა. შენ ერთი იყავი და ისიც მე მერგო. ჩვენ მინ გვეკითხება ისე. თავია ბიჭი იყოს ბედნიერი. მაჭა მე და მე რა, მეწავალ ხილერს დავიბალე. ხო, კაი. ვაი, აუ თან კაი საღამო იყო. კიდე ხო არ წავიდეთ სადმე? რა საყვარელი ხარ? სადმე პეტიჟები? რავი, აი ლაუნჯები და კარგი რესტორნები შენ იცი და მე ხო იცი მარტო სახინკლეები და სახაშეები ვიცი რა. ისა ერთი კარგი ლაუნჯი ვიცი. აღარ ქალგარეთ არის. მერე წავიდეთ რა. ქალგარეთ რა გვიკრძალავს ვინმე გასვლას? ალბათ დღეს არა, კაი, სხვა დროს. რავი, როცა მეტყვი რა. და რა არ გეცალოს? გადაო. აი შენთვის სულ მილიონი საქმე მქონდეს, მაინც მოვიცლი რა. ვაუ. როგორი ჯენტლმენური განცხადება იყო. ხო, რა ვიცი. ოისა მიხარია იმ დღეს შემონქეს რა გაუს. აუ მეც, აბა წარმოიდგინე, ეხა მანქანაზე გასმული დავხდა და მეთქი დედას უტირებ ვინა, მეთქი და უცებ შენ რო აღმოჩდი. მეთქი შანსი არა, ეს გოგო მეორედ რო არ ვნახო თქო რა. ოისა მგონია რა ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. აუ მეც ეგრე ვარ ზუსტად რა და მგონია რომ ძალიან დიდი ხანია რაც მაგრამ მევასები რა. რა რომანტიული ხო? ხო, რავი, ხა გავხდი რა შენ ხელში ესეთი რა. კაი, მაშინ მე გავიქეცი ახლა სახში და ხოლ დამირეკე, კაი? რომანტიულო ბიჭო. აუ მეც ხო არა მოვიდე. ოიც რა. მოდი მოვჩქარებთ, კაი? ცოტა დრო მჭირდება სერიოზული ურთიერთობისთვის. რავი, როგორც იტყვი რა. მომისმინა მაინც? და რა უნდა მითხრა? რომ ბავშვობის მეგობარი შეგხვდა და მე უბრალოდ ცუდ დროს დაგინახეთ? შენი თავის მართლება საერთოდ არ მაინტერესებს, აი მაგრამ კიდია. მარიამ, სად მიდიხარ, კი არ მეკითხავს. სამსახურის დროს რატო გიგმავს სხვა რაღაცებს, ეგ მაინტერესებს. რა პრობლემაა რა? გაგიჟდი? ფული ხომ ჭირდება? მე მიაქაროა. აი მაგაზე როგორ შეიძლება ენერვიულო რა. ძალიან ბევრი საქმე მაქვს რა. დედაჩემის ბარათიდან უნდა გადავირთხო ფული გერმანიაში 30% ოპერაციის. მე მივდივარ სადმე ტურისტულში რომ დავჯავშნო რამე იაფიანი სასტუმრო. 1000 საქმე მაქვს. All I want is your easy love.